მარნეულის მუნიციპალიტეტში წერეთლისა და აღმაშენებლის მაგისტრალურ არხებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საქართველოს მელიორაციაში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ 2140 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის მიწოდება. გეგმის მიხედვით მასშტაბური პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. Აღნიშნავია ის ფაქტი, რომ უხინაღლექების შედეგად მდინარე ხრამმა ორივე სათავე ნაგებობა წაიღო და პრაქტიკულად დააზიანა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმი და მონაკვეთები და ისე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დღესდღეობით მელიორაციის მიერ მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაო, რომელიც ითვალისწინებს როგორც ნაპირგამაგრებას, ისევე ორი ახალი სათავე ნაგებობის მოწყობას. პროექტი ითვალისწინებს სოფელ ნახიდურში აღმაშენებლისა და წერეთლის დიუკერის ნაპირსამაგრის სამუშაოების მოწყობას. Ამ ეტაპზე სამუშაოების 80% დასრულებულია, გამაგრებულია წერეთლისა და აღმაშენებლის დიუკერის ფერდები. Ამ ეტაპზე სარწყავი სეზონი არის დაწყებული და სამუშაოები დროებით შეჩერებულია. სამუშაოების განახლება დაგეგმილია სარწყავი სეზონის დასრულების შემდგომ.